ჰაი, საკმაოდ გვიანია ღამის პირველი საათი. მე და მარიკო ვართ სახლში. დედა და მამა არიან აეროპორტში. დედა დღეს მფრინავს. ისევ დავცარიელდი. ისევ მარტო ვარ. ყოველი მისი ჩამოსვლა რამდენადაც ბედნიერს მხდის, იმდენად ტკივილს მაყენებს, როცა მიდის. არ ვიცი რა დამემართა, ალბათ ემოციები ძალიან მომაწვა. ძალიან ბევრი ვიტირე. რომ მიდიოდა. ამ ჩამოსვლაზე ხარ ჩამოვიდა. ძალიან მჭირდებოდა მისი ჩამოსვლა შინაგანად, ძალიან გამოფიტული ვიყავი, ძალიან მარტოსული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ იდეაში მარტოსული არ უნდა ვიყო. ვერ გივსებს სხვა ადამიანის ხვის დანაკლის. სხვა ადამიანი ვერ გინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავს, მეუღლე მყავს, მეგობრები მყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი ძმის ძმისშვილის, ჩემი რძლის, დედას მონატრებას ვერავინ ვერ მივსებს. ძალიან რთულია ყოველი მათი ჩამოსვლა, იმიტომ რომ ემოციურად მერე ძალიან მიჭირს. ძალიან მიჭირს, როცა მიდიან. ძალიან. როდესაც ჩამოვიდა დედა წინა ჩამოსვლაზე, ასე არ ვიყავი. ახლა ძალიან გამიჭირდა მისი წასვლა, ძალიან გამიჭირდა. თავი ვერ შევიკავი ვერანაირად. ახლა ძალიან მჭირდებოდა მისი ყოფნა, ალბათ ემოციურად. რაღაცნაირად ძალიან დაღლილი ვიყავი, ემოციურად გამოფიტული და მისი ყოფნა ძალიან მჭირდებოდა და არ მეყო დრო. დრო არ მეყო. ეს რეალობა არის აბსოლუტურად ყველა ემიგრანტის ოჯახში. ეს რეალობა არის ის, რაც დგას საქართველოში ძალიან დიდი პროცენტით. ეს რეალობა. ჩვენ ამ რეალობით ვცხოვრობთ და არც ერთი ევრო ამ ფასად არ ღირს და არ მიღებს. სხვა შვილებს, სხვა ოჯახებს არ ვეხები, ეს ჩემი საქმე არ არის. არასოდეს არ მიღირდა ამ ფასად. არასოდეს. და როდესაც დედები საუბრობენ, რომ სულ ფულზე მირეკავს შვილი, შვილები, ფული, მეტი არაფერი უნდა ჩემგან, გული მეწვის, ვიფერფლები, არ მესმის და ვერ ვიგებ. მხოლოდ ფულზე ორიენტირებული შვილები რანაირად ხარ და რანაირად
იქეცით, რადიქეცით საერთოდ. მხოლოდ ფულს როგორ ხედავთ ყველაფერში და მხოლოდ ფული განიჭევთ ბედნიერებას, რის ფასად მოდის ეს ფული სულ ერთია თქვენთვის. ასეთი ადამიანები ვინც ხართ, დამიჯერეთ, ძალიან დიდი სირცხვილია. თქვენ არ ვიცი, რამდენად იცით, თავად ემიგრანტის ოჯახებმა რა გზას გადიან იქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მესაში, ანუ ოჯახებში. და ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუშაობენ ისეთ ადამიანებთან, ვისაც საჭიროება აქვს, ხო? როგორც არის დემენცია, ცერებრული დამბლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უფრო ძირითადად გახშირებულია ხოლმე დემენცია, უფრო ასეთ მოხუცებთან აქვთ ხოლმე ძირითადად უმძიმესი რეალობა იქ ძალიან რთული. ახლა მეტყვით, იმიტომ ამბობ ამას, რომ მსგავსი პრეცედენტი მქონდა და გარკვეულმა ადამიანებმა დამიწერეს, რომ იქ თქვენთვის არის და არა ჩემთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის არის და არა თქვენთვის. მისი ოჯახის წევრი მე ვარ და არა თქვენ და ეგ ბუნებრივი ამბავია, მაგრამ არავინ არ გარბის კარგი ცხოვრებიდან რა, მოდი ერთ ამაზე შევთანხმდეთ. არავინ კარგი ცხოვრებიდან წასვლა არავის არ უნდა. თქვენ რომ იცოდეთ რა ჯოჯოხეთური სამსახურები აქვთ იქ, შესაძლოა არასდროს დაგერეკათ ოჯახის წევრისთვის და ფული არ გეთხოვათ. მართალი ადამიანები ვერ ეგუებიან ერთ სივრცეში ერთმანეთს, ხო? ყველას თავისი რაღაცა პრეტენზიები აქვს, პრობლემები აქვს, ხასიათები აქვს და წარმოიდგინეთ, შედიხარ სადღაც, ვიღაცის ოჯახში, სადაც გიწევს უამრავ სირთულესთან გამკლავება და ამ უამრავ სირთულეს დავუმატოთ ის, რომ შენი ოჯახი გვერდით აყავს. ზე მანქანა ხარ, ვინც ფულს აგზავნი, აკეთებ, შეიძენ, ამას იზავ, იმას იზავ და გიკაკუნებს ბოლოს ციბერე და მოდის შენთან პრობლემები, ჯანმრთელობის, დემენცია, სკლეროზი, უამრავი ჯანმრთელობის პრობლემები და ხვდები, რომ ხო, შვილებისთვის წახვედი, მაგრამ შენ აღარ ხარ ის, ვინც წახვედი. ურეკავთ თქვენი ოჯახის წევრებს და სთხოვთ უდმივად ფულს. ეჩხუბებით ფულზე, რომ ცოტას გიგზავნიან. დამიჯერეთ, მათთვის ეს ძალიან რთულია. ძალიან რთულია მათთვის ეს. ძალიან რთული გზაა მათთვის ეს. ძალიან. საკუთარ თავზე ძალიან უბრაზდები, იმიტომ რომ 40 წლის გოგო როგორ ვერ შევძელი ნენი მეშრომა, რომ დედა ახლა ყოფილიყო. როგორ ვერ შევძელი, როცა მომცა იმდენი განათლება, რომ იდეაში ეს ყველაფერი უნდა შემძლებოდა, ვერ შევძელი. ეგრე გამოვიდა.
ყველაფერს ერთად მეტირება იმაზე, რომ ჩემი შვილი ძალიან განიცდის დედიკოსაქ არ ყოფნას. ძალიან გაუჭირდა, რომ მიდიოდა, გაუბრაზდა, გაღიზიანდა. მე ჩაიხუტა. მე უბრალოდ არ ვფებო არ წავიდეს უთხარიო, ეს ძალიან რთული. გარდა იმისა, რომ შენ ძალიან გტკივა, მერე შენი შვილის ტკივილიც გტკივა, რომ მას ტკივა ის, რომ ბებს გვერდით არ არის, რომ ენატრება. მერე ეს გაწუხებს და ყველაფერი ერთად გაწუხებს, მერე აბსოლუტურად ყველაფერი ერთად. ახლა ძალიან მიჭირს, ძალიან რთული დღე მაქვს და დღეები მექნება სანამ ახლა ამ რეალობაზე გადმოვეწყობი, რომ საკო წავიდა. შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს აი ახლა ჩამოფრინდა, თითქოს გუშინ ჩამოფრინდა და უკვე მიფრინავს. უკან გაფრინდა, ეგეც შეგრძნება მაქვს, იმდენ მალე გადის დრო, ზოგადად მალე გადის დრო და არა ამ შემთხვევაში, არამედ ზოგადად ძალიან სწრაფად გადის ხალხო დრო, აი კატასტროფულად სწრაფად გადის დრო და თითქოს ახლა ჩამოვიდა და უკვე მიფრინავს. არ ვიცი როგორ გადის ასე მალე დრო. თითქოს ხელიდან გეცლება ყველაფერი, ეგეც შეგრძნება მაქვს, ანუ იმდენად სწრაფად გადის დრო, იმდენად ბევრი რამე და გავაკეთო მისთვის და ვერ ვასწრებ. თითქოს მინდა, რომ რაც შემთთვის უკეთებია, უკან დაუბრუნო ძალიან 100% მაინც და ვერ ვასწრებ. მინდა რომ რაღაცნაირად გავახარო, რაღაცები გავაკეთო. და თითქოს ამით მადლიერება გამოვხატო, არ ვიცი რა მინდა, მაგრამ მინდა ხოლმე რომ რაღაცები ვაკეთო და ვერ ვასწრებ. ანუ იმდენად მცირე დრო გვაქვს, რომ ვერ დრო არ ყოფნის. ეს რეალობაა ემიგრანტის ოჯახები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მწირე წუთები აქვს დედასაც. ბევრი სასიხარულო რაღაცის მიღმა, ბევრი შეძენილი რაღაცის მიღმა, ბევრი გაკეთებული გეგმების მიღმა. დგას აი ეს ემოციები, დგას აი ეს მუდმივი მონატრება. დგას უსუსურობის შეგრძნება, რომ თითქოს არაფერის გაკეთება არ შეგიძლია, თითქოს ვერაფერს აკეთებ, თითქოს უნდა აკეთებდე, იმიტომ რომ გაიზარდე და რატო ვერ აკეთებ საკუთარ თავზე ჩხუბები. მინდა კარგად ხედავდეთ ადამიანები ამ ჩემს ემოციას, რომ ძალიან რთულია და მხოლოდ
ფინანსური კეთილდღეობა არ არის ყველაფერი, იმის მიღმა ძალიან მძიმე რეალობა დგას, ძალიან მძიმე. და ნუ გაგიხარდება თუ თქვენი ოჯახის წევრი წავა სადმე, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია და არავის არ უსურებ ამდენი ემოციის და განცდების მიღებას ვერ ვჩერდები. ისტერიკა მჭირს, აი აბსოლუტური ისტერიკა მჭირს, ვერ ვჩერდები, ისიც უნდა გრძნობ თავს. საკუთარ თავს ეჩხუბები მერე, რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია. ყველაფერზე ერთად ეჩხუბები შენ თავს. წლები გემატება და შენ მშობელსაც ემატება წლები, მარტო შენ ხო არ გემატება. და ხვდები, რომ ისე გაგექცა წლები, რომ კეთება, შენება, რაღაცების კეთებები, კეთილდღეობები, რაღაცეები კეთდება. არ მახსოვს რად გავჩერდი. არ მახსოვს რად გავჩერდი. ასაკზე საუბრობდი და სავარაუდოდ იმას გულისხმობდი, რომ დედასაც ემატება ასაკი, ჩვენ ოჯახის წევრებსაც ემატებათ ასაკი, დედა, მამა, ძმა, ვინც ყავთ, სხვა ქვეყნებში არ აქვს მნიშვნელობა. და ცნობიერებ, რომ იმდენად ცოტა ხნით ხარავ სამყაროში და ერთად არ ხართ. მასთან არ ხარ. წლები გადის და ცალ-ცალკე ხართ. შენი ბედნიერების წუთები, შენი ჯვრის წერა, ჩემი ხელის მოწერა, ჩემი ორსულობა, ის დღე, როცა გავიგე, ჩემი მშობიარობა ყველაფერმა ჩაიარა დედაჩემის გარეშე, ვერ ჩამოვიდა და ძალიან გამიჭირდა მშობიარობის პერიოდში დედაჩემის აქან ყოფნა. არ ქონდა რაღაც საფუთებო წელი, მოკლედ არ აქვს ამას მნიშვნელობა და ვერ ჩამოვიდა საბერძნეთიდან იმ პერიოდში. და დედამ დაუწერა მარიკოს ლექსი, რომელიც სხვადასხვა წავიკითხე. ახახანს რომ დავდე ვიდეო, მეგობარმა რომ გაუკეთა დედას სიურპრიზი და მოუწყო შეხვედრა. სამწუხაროდ მე არ გადამიღია, იმიტომ რომ თავად ვკითხულობდი და ფოტოგრაფიც იღებდა, მე მგონი რაღაცებს ვიდეოგრაფი, აი არ ვიცი მოკლედ რა ვინ იღებდა, რას იღებდა, მაგრამ მე არ გადამიღია. და წავიკითხე ის ლექსი, რომელიც მიუძღვნა მარიკოს. და ზუსტად მაგ საღამოს ვთქვი, რომ წარვადგინე თავი ვინ ვიყავი, რომ ძალიან მიჭირდა დედას გარეშე თქო და როდესაც ეს ლექსი წავიკითხე, დედამ როცა მიუძღვნა მარიამს, მერე მივხვდი თქო, რომ დედას ჩემზე მეტად უჭირდა აქ არ ყოფნა თქო და ეს არის რეალობა, რასაც ვერ გავექცევით. როცა შენი ყველა ბედნიერი წამი მის გარეშეა და მისთვისაც ორმაგად მტკივნეულია. შენ კიდე შენ ქვეყანაში ხარ რა, ეს ძალიან დიდი პრივილეგია და უამრავ ნათესავთან, უამრავ საყვარელ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. იმან რა ქნას. ის ორმაგად ტკივილში ცხოვრობს ხალხო. და ამიტომ არ უნდა ვანერვიულოთ შორს მყოფი ადამიანები. ყოველ წუთას არ უნდა დავძაბოთ, გავაღიზიანოთ. მესმის, რომ ჩვენ ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს აქ და რა ვიცი, ვინმე არის, ვისაც მარტივი აქვს, თუ მარტივი გაქვთ მაშინ როგორ ახერხებთ? ძალიან გამეხარდება თუ გამაგებინებთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს, ვინც
საშუალო ფენას მივეკუთვნებით, ან უფრო კიდე დაბალს, არ ვიცით ეგ როგორ ხდება. ეს ხო ყველა ფენაშია, ნერვიულობები, ესენი სირთულეები ყველა ფენაში, ყველა ფენას ახლოს არ აქვს მნიშვნელობა. ხო, რა და როგორ. ორმაგად მტკივნეულია, ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა მოვექცეთ რა. უამრავჯერ მithქონ რაღაც აშლია ჩემს ნერვები, რაღაც თუნდაც ის რომ მე მყოფილი ვარ გახიზიანებული და მithქონს რომ დედა ეს ასე რაღაცაში არ დავთანხმები ვარ. მერე ნერვიულობ რომ რაღაცაში არ დავეთანხმე თუ როგორ არ მინდა ინერვიულს, მაგრამ ეს ცხოვრება ასეთი და რაღა პოლემიკაში რომ შედიხარ ადამიანი და ხან ისია ხან ასია, ხან რაღაცაზე ეთანხმები, ხან რაღაცაზე არ ეთანხმები, ხან შენს პრობლემებზე ურეკავ რომ გინდა უთხრებდ რომ დედა და გადაუშალო გული და ვეღარა ცნობიერებ რომ შევსყოფი ადამიანისათვის სამაგად რთულად მიდის კიდე ეს ინფორმაცია და მეტად განიცდის ამ ყველაფერს. თითქოს არა და დიდი გოგო ვარ, საკუთარ თავს ვეუბნები და მოდი რაღაცები არ თქვა რაღაცები და მე ეს ყველაფერი არ თქვა 4 მაგად მაგიჟებს კიდე შიგნიდან და ამიტომ ამბობ რომ ახლა ამ პერიოდში დედას საყოფნა იყო ჩემთვის რაღაცა ტრამპლინი, რაღაცების კიდე გადაფასებები, რაღაცების დალაგებები, რაღაცების სხვა კუთხით შეხედვა. იმიტომ რომ დედას ჩამოსვლამდე იყო რაღაცა რთული ეტაპები, ჩემში შინაგანად რაღაცები ვერ დავალაგე და ძალიან შინაგანად ვიყავი ძალიან აფორიაქებული და ძალიან მჭირდებოდა მისი აკყოფნა და მისმა აკყოფნამ ძალიან კარგად იმუშავა ჩემზე. მიწის და ისევ სიცარიელე იწყება მერე წლიდან წლამდე რაღაცნაირად არ მყოფნის რომ შევივსო, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ერთი წელი ვერ ნახავ 10, 15, 18, 20 ერთ თვეში როგორ ანაზღაურები მტკივილს, მონატრებას, ყველაფერს მერე უკვე თავიდან იწყება ხასიათების შეწყობა, ხო? მუდმივად ერთად რო ცხოვრობდეთ კიდე სხვა ამბავია და უკვე როცა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ, გადის დრო თავისთავად ხასიათები უკვე რთულად არის და მარტივად არ ლაგდება და ამ ერთ თვეში რომელი ერთი უნდა დაალაგო ადამიანმა, რომელი ერთი უნდა გააკეთო, რომელი ერთი უნდა გაუზიარო, ხვდებით, ძალიან რთულია. არავის გეგონოთ ასევე რომ ხეზია, ევრო, ან ფუნტი, ან ლირა რა მნიშვნელობა აქვს. ხეზი არაფერი არ არის. არაფერი, არც საქართველოში, არც სხვა ქვეყანაში არ არის. ერთ-ერთი რაც მინდა არის ის რომ რაც დედა ჩემი სწავლისათვის გააკეთა, იშრომა და რაც მასწავლა და რამდენი რამ გადაიტანა ყველაფრისათვის ძალიან მინდა რომ დაუფასო ეს ყველაფერი და აი ყველაფერს ვედები რისი უნარიც გამაჩნია. ხვდებით რომ რაღაცნაირად მინდა რომ დავანახო რომ დედა გიფასდება ის შენი შრომა რაც ჩემში ჩადე, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ გაძლევს იმდენი საშუალებას რომ ამის რეალიზება მოახდინო, არ გაძლევს და ამაში არავინ შემეტაოს, არ გაძლევს. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ქვეყანა, გაყოფილები ვართ და ჩვენთან კულტურული ღონისძიებები და ასე შემდეგ და ის სულიერება და რაც უნდა შეივსო და ასე შემდეგ, ის რომ შენი ნიჭის რეალიზება მოახდინო არის ძალიან დაბალი ახალხო.
კულტურა ჩვენთან არის ნულს დაბლა უკვე დახოხავს დაიყო თეატრებში პარტიებად ხალხი იქ დაიყო აქ დაიყო დაგლეჯილები ვართ და გაგლეჯილები ვართ და ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ ვეღარაფერს ვეღარ ვამბობთ თითქოს და ახლა წავალ